მოგესალმებით, მინდა რომ ერთი ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ აი ამ ქრისტიანულ საკითხებთან დაკავშირებით, საუბრებთან დაკავშირებით და მსმენელებთან დაკავშირებით. აი ჩემი გამოცდილება ერთ რამეზე მინდა რომ აი თქვენც დაგაფიქროთ, ვისაც გული გიძგერთ ღვთისათვის, იესო ქრისტესათვის და ცდილობთ რომ აი მისი სწავლება, მისი წერილი მაქსიმალურად შეითვისოთ, უტრიალებთ მის წერილს, სხვადასხვა საკითხებს სწავლობთ უფრო უკეთესად და ამავე დროს მით უმეტეს თუ გსურთ რომ აი სხვასაც გაუზიაროთ ეს ინფორმაცია და სხვასაც მისცეთ ბიძგი იმისა რომ ეს სხვებიც, ესე იგი თქვენი მსმენელებიც, ეს ერთი მსმენელი იქნება ზოგ დროს თუ 1000 მსმენელი იქნება, აი მათაც მისცეთ ბიძგი იმისა რომ ისინიც მივიდნენ ქრისტეს ბიბლიასთან, ისწავლონ და ღვთის სწავლება შემოუშვან თავის გულში, გონებაში და ღვთის აი ამ წმინდა სახარების ღვთის წმინდა სიტყვის მეშვეობით ისინიც განიწმინდონ და ისინიც გადარჩნენ. აი თქვენ ვისაც აი ეს კეთილი სურვილები გამოძრავებთ, აი მინდა რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც აი ეს წრფელი და კეთილი სურვილი მომძრავებს იმისა, რომ მაქსიმალურად ვისაც აქვს აი ეს ასე ვთქვათ, ვინც წრფელად არის განწყობილი ღვთისადმი და არ სურს რომ სიცრუეში ცხოვრობდეს, არ სურს რომ უმეცარი იყოს, არამედ სურს რომ აი ზუსტად ღმერთს როგორც მოეწონება, ისეთი რწმენა ჰქონდეს, ღმერთს როგორც მოეწონება, ყველანაირად ღმერთს დაევქვემდებაროს. აი ვისაც აი ეს განწყობა აქვს, რომ მაგალითად მე ვიქნები ეს თუ თქვენ იქნებით, აი მათ მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ღვთის წერილთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები აღიძრან იმისკენ, რომ თვითონვე მოკიდონ ძალიან მყარად ბიბლიას ხელი და თავიდან ბოლომდე, პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით ისწავლონ, გამოიკულიონ, ისწავლონ და აი იქიდან მიიღონ ღვთის სწავლება. ღმერთს მოусმინონ ბიბლიის მეშვეობით, იმიტომ რომ ღმერთი დღეისათვის აი ამ წერილობით ფორმას იყენებს იმისათვის, რომ ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდოს. ისევე როგორც ახლა მაგალითად მე საინფორმაციო წყაროდ ვიყენებ აი ამ მოწყობილობას, ეს არის ტელეფონი, ვიღებ ვიდეოს, სადაც ჩემი ხმაც იწერება, ეს იგზავნება უკვე თქვენს მოწყობილობებში და თქვენ აი ახლა მე მიყურებთ ჩემს გამოსახულებას, ხედავთ სიტყვებს ისმენთ, მაგრამ პირადად მე თქვენთან არა ვარ, ხო? მსგავსი იქნებოდა ეს, მე რომ თქვენთვის წერილი მომეწერა, ხო? ეგრეთ წოდებული მესიჯი მომეწერა, ან თუნდაც Facebook-ზე ან YouTube-ზე რომ პოსტს დავდებ, ასე ვთქვა და იქ წერილობით არის, იქაც მე გადმოვცემ იმ ინფორმაციას, რასაც პირადად მე გეტყოდით, როცა თქვენთან ვიქნებოდი. ესე იგი, ამ შემთხვევაში მე რისი თქმაც მინდა თქვენთვის, მე ამას ტელეფონით გავაკეთებ, აი ასე ვიდეოთი, ასე ვთქვათ, თუ აუდიოთი, თუ წერილობით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარი არის ინფორმაცია, რასაც გადმოგცემთ. აი მაგალითად მე თუ თქვენთან შეხვედრა მინდა ვთქვათ კონკრეტულად რომელიღაცა დღეს, რომელიღაცა ადგილას, მე შემიძლია ეს თქვენ პირად შეტყობინებაში მოგწეროთ, ან Facebook-ზე პოსტი დავწერო, ან ვიდეო გადავიღო და აი ასე შეგატყობინოთ, ან აუდიო ვერსია, აუდიო შეტყობინება გამოგიგზავნოთ. ამ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში თქვენ როდესაც ჩემს ამ შეტყობინებებს მიიღებთ, მნიშვნელობა არ აქვს მე წერილობით მოგწერთ თუ ესე ვიდეოთი, მთავარი არის რომ თქვენ დაიჯეროთ და იმ ადგილას, სადაც მე თქვენთან შეხვედრა მინდა, დანიშნულ დროს მოხვიდეთ.
მართლაც თქვენ თუ ამას გაითვალისწინებთ, მოხვალთ მე თქვენ შეგხვდებით, ხო? თუ არ დაიჯერებთ და არ გაითვალისწინებთ, არ მოხვალთ და ვერ შეგხვდებით. ამ შემთხვევაში სხვა ადამიანებს შევხვდები, ვინც ამას დაიჯერებს, ხო? და სხვა ადამიანებთან ჩავატარებ შეხვედრას. აი ასე არის მსგავსად ამისა, ესე იგი, ღმერთიც დღევანდელობაში იყენებს აი ამ გამოვლინებას, ესე იგი, წერილობითი ფორმით გვაწვდის ჩვენ ინფორმაციას. მსგავსად იმისა, ადრე მაგალითად ადამიანებს ელაპარაკებოდა ხმის მეშვეობით, ხმა ესმოდათ, აი მაგალითად, ხო? ხმა ესმოდათ და ისე ელაპარაკებდა და სხვადასხვა გამოვლინებებს მიმართავდა ხოლმე ღმერთი ადამიანებთან სალაპარაკოდ. მაგრამ მთავარი ხო ინფორმაცია იყო. აი ახლა რო ვთქვათ ასეთი რამ, ახლა ღმერთი საშუალო ხმით დაელაპარაკებოდა ადამიანებს, ბოხი ხმით, წვნიკი ხმით, ასე ვთქვათ, თუ რა ხმით, სიტყვაზე ვიძახი, ხო? მთავარი ხო ის იქნებოდა ღმერთი რა ინფორმაციას გადასცემდა მათ, ხო? ასევე ეხლაც მაგალითად აქ ბიბლიაში მთლად ესე ინტონაციები იმდენად არ ჩანს, იქ უფრო მეტად ეს სასვენი ნიშნები არის გამოყენებული ინტონაციის გადმოსაცემად და ვინც სასვენი ნიშნები იცის, ის გაიგებს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ინტონაციებს, მაგრამ იქ ბიბლიაში არ არის, ასე ვთქვათ, ხმა არ არის, ხო? ხმა არ არის ბიბლიაში და იქ არის ჩვეულებრივი ინფორმაცია გადმოცემული, რომლის მეშვეობითაც აგერ იოანე მოციქული, ქრისტეს მოციქული იოანე სულიწმინდით აღსილი გვწერს ჩვენ მკითხველებს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ დაიწერაო, ნახეთ, იმიტომ დაიწერაო, რომ ირწმუნოთ იესო ქრისტესიო და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ეს ჩაწერილია იოანესთან, იოანეს სახარების მე-20 თავის ბოლო მუხლებში. ესე იგი, დღევანდელობაში ვინაიდან ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება, ჩვენი ქრისტიანების, ასე ვთქვათ, მცდელობაც აი ის არის, რომ ჩვენც რამენაირად ადამიანებს გავაგებინოთ აი ის, რომ ღმერთი ამ წერილობითი ფორმით გვაწვდის ინფორმაციას და ეს ადამიანებიც ბიბლიასთან მივიდნენ. და ამ შემთხვევაში მსმენელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი და შეიძლება იყოს 1000 ადამიანი, ვთქვათ, ან 2000, 20000. მით უმეტეს ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას და ჩემი გამოცდილება ის არის, რომ მე მქონია პირისპირ საუბარი ერთ ადამიანთანაც, აი ასე ტელეფონით იქნება ეს თუ პირადად შეხვედრის დროს და მთელი ეს ჩემი იმდროინდელი ენერგია რაც იმ დროს მქონია ჩამიდია იმაში, რომ ესე იგი მისთვის ამ ჩემი თუნდაც ერთი მსმენელისთვის გადამეცა ინფორმაცია, გავსაუბრები ვარ და არ დამიზოგავს ჩემი თავი. და ამავე დროს მქონია გამოცდილება იმისაც, რომ ყოლია ვთქვათ მრავალათასიანი მსმენელი და მათთვის გადამეცა ინფორმაცია აი ასე ინტერნეტის მეშვეობით. მე ეს ამას იმიტომ გიზიარებთ, რომ ესე იგი ერთი მსმენელი იქნება თუ 1000 იქნება, მაინც ისე უნდა ილაპარაკო, როგორც თითქოს და მთელ მსოფლიოს ელაპარაკები. იმიტომ რომ ჯერ ერთი ამის ძალიან მყარ მაგალითს თავად უფალი გვაძლევს, როდესაც აგერ იგი ესაუბრებოდა სამარიელ ქალს, ესაუბრებოდა ნიკოდემოს პირისპირ ესაუბრებოდა მათ და უფალს არ უთქვა მსის, რომ მოდი ბევრნი შეიკრიბეთ და ბევრს ერთად დაგილაპარაკებითო და აბა ერთზე ხო არ მოვწდებიო, ხო ეხლა სად ერთს ველაპარაკო და სად მრავალათასიან ჯგუფს. ესე იგი ღმერთს არ უთქვამს უარი იმაზე, რომ იგი თუნდაც ერთ ადამიანს დალაპარაკებოდა. ღვთის წერილში არის მაგალითები იმისა, იესო როგორ ასწავლიდა მრავალათასიან ჯგუფებს ერთდროულად, მათ ასწავლიდა კი ბატონო, ამავე დროს არის მაგალითები იმისა, რომ იგი ინდივიდუალურადაც ასწავლიდა ადამიანებს. ამისი მაგალითი არის აგერ
ნიკოდემოსი, აგერ სამარიელი ქალი, აგერ ეთიოპიელი საჭურისი, რომელთანაც უფალმა მიავლინა ფილიპე მახარებელი და ამ ერთ კონკრეტულ ადამიანს მიუვლინა ღმერთმა ფილიპე მახარებელი. ფილიპე ის კაცი იყო, რომელიც იყო ქრისტიანი, იესო ქრისტეს მორწმუნე იყო და იგი მახარებელიც იყო სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა ქალაქებში ახარებდა იესო ქრისტეს სარწმუნოებას. ესე იგი მას ყავდა მრავალათასიანი მსმენელებიც ალბათ, სხვადასხვა ჯგუფები და მას ყავდა აგერ ერთადერთი მსმენელი ამ შემთხვევაში ეთიოპიელი საჭურისი. და მას უარი არ უთქვამს სულიწმინდის აი ამ მოხმობაზე, რომ წადიო ამ ადგილასო და აგერ მივიდა დათქმულ ადგილას, სადაც ეთიოპიელი საჭურისი იჯდა თავის ეტლში და მას უქადაგა იესო ქრისტეს სარწმუნოება. თუნდაც სამარიელ ქალთან საუბრის დროს აგერ სამარიელმა ქალმა მთელს ქალაქს მოსდო იესოს ამბავი, რაც მასზე იმ დროს შეიტყო და მინიმუმ სამარიელები დააფიქრა და მივიდნენ იესოს სანახავად და ირწმუნეს და აგერ სამარიის მრავალმა მოსახლემ იესო ქრისტეს სახარება ირწმუნა, იესო ქრისტეს ირწმუნეს და განიწმინდნენ თავიანთი ცოდვებისაგან და დღესაც აი ასეა, ერთმა ადამიანმაც კი, ერთმა მორწმუნემაც კი შეიძლება ახლა მრავალ ადამიანს მიაწოდოს იესო ქრისტეს შესახებ ინფორმაცია.